გამოცემა The Hill-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების სენატში მეგობარი აქტის დაჩქარებული წესით განხილვა არ მოხდება და დოკუმენტი განხილვის ვადებს სტანდარტულად გაივლის. გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნიმ უარი თქვა სპიკერ მაიკ ჯონსონის თხოვნაზე მეგობარი აქტი ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს დამატებოდა და დაჩქარებულად მიღებულიყო. ამ ამბობს პოლიტიკურად აფასებენ თბილისიდან. ქართული ოცნების წარმომადგენლები კვლავ იმედოვნებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გადახედა საქართველოს მთავრობასთან მის პოლიტიკას და ეს ფაქტი სწორედ ამისი გამოხატულებაა. ეს არის მთრული აქტი, ხო? არანაირი მეგობრობასთან კავშირი არ აქვს იმას, რაც წერია აღნიშნულ დოკუმენტში. ყველაფერი ტყუილზე არის დაფუძნებული, არანაირი რეალობა, არანაირი სიმართლე და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უნდა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, უნდა მოხდეს გადატვირთვა. მართალია ისე სწრაფად არ ხდება სტრატეგიული ურთიერთობების დონეზე დაბრუნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების, მაგრამ პრაგმატული დონეზე უკვე არის ეს ნაბიჯები. თქვენ ნახეთ, რომ ძალიან სწრაფად მოხდა ყოფილი ელჩის გაწვევა პენსიაში გასვლის მოტივით, ძალიან სწრაფად მისცეს აგრემანი ჩვენს ელჩს და ეს ნაბიჯები იდგება. ისინი პრაგმატულ ჩარჩოში ბრუნდებიან ამ ურთიერთობების და ესეც მისი გამოვლინებაა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით კი ამ აქტის განხილვა კი არ შეჩერდა, არამედ დაჩქარებულად არ განიხილება. ოპონენტები ქართულ ოცნებას ურჩევენ, ნაადრევად ნუ ჩათვლიან, რომ საქართველოს და ქართველი ხალხისთვის მეგობარი, ხოლო მმართველი პარტიისთვის ანტიდემოკრატიულობის გამო დამსჯელი აქტი. საბოლოოდ შეჩერდა და მისი განხილვა აღარ გრძელდება. ჩვენ საუბარი გვაქვს არა მეგობარი აქტის დაბლოკვაზე, არამედ კონკრეტულ პროცედურას, დაჩქარებულ პროცედურას ვერ გაივლის ეს აქტი, თორე თავად ეს კანონპროექტი ძალაშია. ამ კანონპროექტს იცით, რომ აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების მიერ და ახლა მივიღეთ ვითარება, როდესაც უფრო მეტი დრო დაჭირდება ამ კანონპროექტის განხილვას, მათ შორის კომიტეტებში და ასე შემდეგ. რაც შეიძლება უკეთესიც იყოს, სიმართლე გითხრათ, რომ უფრო დაბალანსებული ვერსია მივიღოთ. მეგობარი აქტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტი და დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში ის შეფერხებები, რომელიც არსებობდა, კიდევ დამატებით რაღაც არგუმენტაციებს ელოდებიან კონკრეტული სენატორები თუ კონგრესმენები თუ სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლები, ამერიკის სახელმწიფოს წარმომადგენლები და დარწმუნებული ვარ, რომ გარდა ამ მეგობარი აქტისა, რომელსაც რეალურად ქვია მეგობარი აქტი, პირდაპირ განმარტება შეიძლება არ იყოს მეგობარი, მაგრამ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი და პარტნიორი, რომელიც აქტიურად არის ჩართული ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის პროცესში. მეგობარი აქტი რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით წარდგენილი კანონპროექტია, რომელიც ერთის მხრივ საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს, ხოლო მეორეს მხრივ სანქციების დაწესებას საქართველოს დემოკრატიისთვის, ძირ გამომთხრელ საქმიანობაში შემჩნეული პირებისთვის. ამ დოკუმენტის განხილვას ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ჩქარობენ. მისი დაჩქარებული წესით მიღება რამდენჯერმე შეფერხდა. ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჯერ კიდევ აგვირდებიან საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ყურადღებით არიან. ბოლო პერიოდში მეგობარი აქტის მხარდამჭერი სენატორები ცდილობდნენ, რომ ეს დოკუმენტი შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტთან ერთად მიღებულიყო, რადგან მას ფართო მხარდაჭერა აქვს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში. მისი პრიორიტეტულობიდან გამომდინარე კი სხვა საკანონმდებლო ინიციატივებთან შედარებით ის დაჩქარებულად განიხილება. როგორ გაგრძელდება ორპარტიული მხარდამჭერის მქონე მეგობარი აქტის განხილვა სენატში ჯერ უცნობია. ალეკო კვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.